მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. წარმატებულ და ბედნიერი დღეს გისურვებთ, დღეს საღამოს. დღის იმ მონაკვეთს, როდესაც შევხვდათ ეს ჩემი ვიდეო. ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება პირადი ურთიერთობების შესახებ, გარკვეულად რა გეგმები აქვს თქვენს პარტნიორს ზოგადად ამ ურთიერთობაში. შეიძლება ეს იყოს პარტნიორი, ან პარტნიორი, რომელთან გარკვეულწილად გაწყვეტილი არის ახლა კომუნიკაცია და ურთიერთობა, ყოფილი პარტნიორი, მოკლედ ადამიანი, რომლის მიმართაც გქონდათ ემოციონალური კავშირი და ახლა ამა თუ იმ რიგების და მიზეზების და გამო გაჩერებული არის მდგომარეობა. შევხსენებთ, რომ ეს გაშლები არის ზოგადი და საჯარო გაშლები, თქვენზე არის დამოკიდებული და თქვენს ინტუიციაზე, რომელ არკანს და რომელ ვარიანტს აირჩევთ. აი ამ 5 შესაძლო ვარიანტიდან მე უბრალოდ ვკითხულობ ამ ყველაფერს, ხოლო მათ, ვისაც გსურთ უფრო დეტალური გაშლები, მათ, ვინც უფრო მეტად დაინტერესებული ხართ, უფრო კონკრეტულად თქვენ სიტუაციებზე, შეგიძლიათ რომ მომწვევთ პირად შეტყობინებაში, როგორც ჩემს Instagram გვერდზე, ასევე Facebook გვერდზე, მომწვევთ პირად შეტყობინებაში და გავაკეთოთ გაშლები, პირადი გაშლები თქვენთვის. გაშლა შეიძლება გავაკეთოთ სრული დიდი გაშლა, შეიძლება გქონდეთ ერთი ან რამოდენიმე კითხვა და მხოლოდ ამ რამოდენიმე კითხვაზე გავაკეთოთ გაშლა. მოკლედ, გელოდებით პირად შეტყობინებაში მათ, ვისაც გსურთ პირადი კონსულტაციები. ვინც ახლა მიყურებთ და არ გაქვთ გვერდი გამოწერილი, ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემ გვერდს, ასევე თუ შემომიერთდებით Facebook-ზე და Instagram-ზე, სადაც უფრო მეტად ყოველდღურად პატარ-პატარა გაშლები იტვირთება. ესე ძალიან გამახარებს, ხო? თუ რამე კონკრეტული კითხვა გაქვთ, ისეთი კითხვა, რაზეც შეიძლება რომ გაშლა მე ჩავწერო, საჯარო გაშლა, შეგიძლიათ რომ დამიტოვოთ აქ ასევე კომენტარების სახით. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნებთ ამ გაშლით, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოკლედ სწორედ იმ მესიჯებს მიიღებთ თქვენი ფარვლებისგან, რაც ამ ეტაპზე თქვენ გჭირდებათ. როგორც ყოველთვის გვაქვს 5 ვარიანტი და იმედი მაქვს, რომ შეარჩიოთ უკვე თქვენთვის სასურველი ერთი ვარიანტი. კითხვები იქნება ჩაფიქრებულ ადამიანზე რას გრძნობს, ზოგადად მისი გეგმები თქვენთან დაკავშირებით, რისი მოცემა შეუძლია ამ ადამიანს თქვენთვის, რას ვერ მოგცემთ ვერასოდეს და ზოგადად რჩევა თქვენთვის. იმედი მაქვს, რომ ეს კითხვები მოგეწონებათ და საინტერესო იქნება თქვენთვის. მე კიდევ დავიწყებ პირველი ვარიანტის წაკითხვას. ესე იგი, რას გრძნობს ეს ადამიანი? კი ბატონო, მოკლედ ესე ახლა მივყვეთ და გავშალოთ. პირველი ვარიანტის ამომრჩევლებს ვიტყვი, რომ ძალიან დადებითი გრძნობები და ემოციები აკავშირებს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებით. უფრო მეტად უბრალოდ შეიძლება ახალი დაწყებული არის ურთიერთობა, ან უბრალოდ უკვე ძალიან დიდი ხანია ეს ურთიერთობა არსებობს და ნებისმიერ საქმეში რომ შეუძლია რომ მოვიდეს და დაგეხმაროთ და თქვენს გვერდში იყოს და თქვენი ნებისმიერი გრძნობა და ემოცია რომ გაიზიაროს, ესეთი მომენტი არის, ვისაც უკვე დიდი ხანია გაქვთ ეს ურთიერთობა, ხოლო მათ, ვისაც ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, თითქოს ეს ადამიანი ყოველთვის იცობს, რომ რაღაცაში თქვენს გვერდით იყოს, თავისი თავი წარმოაჩინოს. ყოველ შემთხვევაში მე გრძნობების ესე რა ვთქვათ, ანუ ნაკლებობას ვერ ვხედავ, ემოციური კავშირი ამ ადამიანს ნამდვილად აქვს, დადებითი განწყობები მოდის უფრო მეტად და აი თითქოს ყოველთვის უნდა რომ თქვენს გვერდში იყოს, რა სირთულე, რა კარგიც ან ცუდიც უნდა ხდებოდეს თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება უშუალოდ მის გეგმებზე რომ ვისაუბროთ, გეგმები არის ის, რომ შეიძლება უნდადეს მას ისეთ საკითხზე საუბარი, რაც გარკვეულწილად კამაც გამოიწვევს და იცის კიდევაც შინაგან ეს და ამ ყველაფერს ესე რა ვთქვათ, არიდებს თავს. შეიძლება იყოს საკითხი, რაც მას აეჭვებს ან აეჭვენებს თქვენთან მიმართებით და ფიქრობს, რომ აი ამ ყველაფერზე დაიწყოს, ესე ვთქვათ, საუბარი და ასევე იცის, რომ ამ ყველაფერს მოყვება გაუგებრობა. არ გამორიცხავს ზოგიერთების და გამონაკლისის შემთხვევაში თვითონ რაიმეს ფარავდეს ეს ადამიანი, არ ამხელდეს ბოლომდე გულწრფელად რაღაცებს და ამაზე უნდადეს საუბარი და მისი გეგმებიც უკავშირდება სწორედ იმას, რომ დაფარულ საკითხზე წამოჭრას საუბარი, რაც იცის, რომ გაურკვევლობას გამოიწვევს, ესე რა ვთქვათ, ურთიერთობაში. აი ესე იცი რა მოდის აქ.
რაც შეეხება უშუალოდ რისი მოცემა შეუძლია ამ ადამიანს თქვენთვის. ამ ადამიანს შეუძლია რომ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული მოგანიჭოთ. ზოგადად ახლა ბედნიერება ისეთ რამეა, რომ ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები და მე ისე შეუძლია სხვა ნებისმიერ ადამიანს მოგვანიჭოს და მოგვიტანოს ბედნიერება, მაგრამ აი შეიძლება აქამდე იყავით ძალიან სკეპტიკურად განწყობილი პირად ურთიერთობებში, განსაკუთრებით ახლა ჩვენ პირადზე გვაქვს გაშლა და ამიტომ ხო? პირად ურთიერთობებში სკეპტიკური განწყობა გქონდათ, აი უიმედოდ იყავით და ამ ადამიანს შეუძლია მოგცეთ ის, რომ აი როგორ გითხრათ, ეს თქვენი შეხედულება უკეთესობისაკენ შეცვალოს, ეს ყველაფერი უფრო რაღაცა შეგაცვლევინოთ აზრი პირად ურთიერთობთან დაკავშირებით უკეთესობისაკენ. რაღაცა უფრო მეტი სიცოცხლის ხალისი მოგცეთ, რაღაცა ბევრი ფერადი ფერები შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, ასე რომ ბევრი კარგი რაღაცის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს რეალურად თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება ის, რასაც ვერ მოგცემთ ეს ადამიანი ვერასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ბევრი კარგი რაღაცების მოტანა შეუძლია, ძალიან შორს შეიძლება ვერ წავიდეს ეს ურთიერთობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აი შეიძლება ვერ მოხდეს ესე ვთქვათ ის, რომ დაოჯახების ნაბიჯი გადმოდგას, რაღაცა დაოჯახებაზე იფიქროს. ეს სიყვარულო ურთიერთობა, გვერდში დგომა, დახმარება, დადებითი ემოციები, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ რისი მოცემა შეუძლია. მყარი ნაბიჯი რომ გადაიდგას ურთიერთობაში, რაღაცა ესეთი სერიოზულობისაკენ და გაოფიციალურობისაკენ რომ წავიდეს ეს ურთიერთობა, აი ამის მოცემა რატომღაც ამ ადამიანს არ და ვერ შეუძლია ამ ეტაპზე ესე გუჩვენებს. ხოლო თუ უკვე მაგალითად მიყურებთ ადამიანები, რომლებსაც გაქვთ უკვე ოჯახი, მაგალითად ამასთან შექმნით ხომ, უფრო მეტის გაკეთება არ შეუძლია. აი რა მოცემულობაც გაქვთ ახლა ამ ეტაპზე, თითქოს აი ამაზე მეც ვეღარ მოგცემთ. არ გამორიცხავ, რომ პირველი ვარიანტის ამ ჩავრები, ვინც მიყურებთ იყოთ ადამიანები, რომელსაც აქვს რაღაცა გარკვეული მკაფიო ჩამოყალიბებული მოთხოვნები და მოთხოვნილებები ურთიერთობაში, რაც სწორია, მაგრამ თითქოს თქვენი პარტნიორი ცოტათი შეიძლება იყოს უფრო სუსტი. და თქვენ რაღაცა მეტი მისწრაფებები გქონდეთ ურთიერთობაში, მეტად გინდოდეთ თუნდაც პიროვნულისდაც და ურთიერთობისდაც და ეს ადამიანი ნაკლებად იყოს ამ ყველაფრისთვის მზად და ის სწორედ ამიტომ გამოგვიჩნდა ეს არკანი. რჩევა არის ის, რომ თქვენი თავი დააპრიორიტეტოთ, თქვენს სურვილებზე არ თქვა თუ არის, ზოგიერთ შეიძლება გქონდეთ, რომ ძალიან დიდი სურვილი, რაღაცა დიდი წინსვლები გქონდეთ, ან კარიერულად, ან ზოგადად სხვადასხვა საკითხებში, ხო? და ამაში პარტნიორი ვერ გიწყობდეთ ბოლომდე ხელს. სწორედ ამიტომ ტაროს კარტის რჩევა რეალურად თქვენთვის არის ის, რომ თქვენი თავი დააპრიორიტეტეთ, ძალიან კარგი არის ეს ემოციები, ძალიან სასიამოვნო არის ეს ყველაფერი, თუმცა თითქოს აქ პრობლემა არის ის, რომ ერთ მხარეს ამ შემთხვევაში თქვენ სულ სხვა რაღაცა გინდათ, მეორე მხარეს ამ შემთხვევაში თქვენს პარტნიორს სულ სხვადასხვა მისწრაფებები და სხვადასხვა ინტერესები გაქვთ თითქოს აქ და ამ ყველაფერზე მოკლედ ესე ვთქვათ, კარგად დაფიქრეთ, ყველაფერი კარგად აწონეთ და დაწონეთ. ეს იყო მოკლედ აქ რაც შემიძლია რომ გითხრათ კიდევ ერთხელ რომ დაფიქრდეთ, გადააფასოთ ეს ურთიერთობა, სათხარ თქვენ რა გინდათ ამ ურთიერთობა თქვენ და რა გინდათ პარტნიორს ამაში რომ გაერკვათ. ეხლა აქ ის არის გულისხმობა რომ ადგეთ და დაშორდეთ ამ ადამიანს, თუმცა უფრო მეტი სიღრმეების მოცემა ამ ეტაპზე მას არ შეუძლია. უფრო ეს მოდის აქ და გეგმებშიც ახლა როგორც ნახეთ, რაღაცა მაინც და მაინც დიდი სიღრმისეული გეგმები არ მოდის. მოკლედ ეს იყო პირველი ვარიანტი და დამიწერეთ რამდენად რეზონირდა თქვენ შემთხვევაში პირველი ვარიანტის ამორჩელებო. მე კი ახლა გადავალ მეორე ვარიანტის საკითხაზე. გრძნობები, გეგმები, რისი მოცემა შეუძლია, რას ვერ მოგცემთ ვერასდროს და ზოგადი რჩევა. ამ ადამიანის განწყობები ნამდვილად არის დადებითი. პირდაპირ ესე სიყვარულს ვერ ვიტყოდი, მაგრამ სასიამოვნო დადებითი განწყობები და ემოციები მას ნამდვილად აქვს. აქვს ეს გრძნობები და ემოციები, იმიტომ რომ თქვენ უქმნით ისეთ გარემოს და ისეთ სიტუაციას, რომ თავი კარგად და უფრო მეტად მყარად ესე ვთქვათ და ჩამოყალიბებულად, თავდაჯერებულად იგრძნოს ესე ვთქვათ და შესაბამისად ეს ყველაფერი სიამოვნებს. ანუ მისთვის ჯერ პრიორიტეტი არის საკუთარი თავით, საკუთარ თავს როგორ იგრძნობს ამ ემოციებში. რამდენად კარგად აღწობინებთ თავს, რომ შესაბამისად ამ ყველაფერს პარალელურად აშკარად ჩანს, რომ დადებითი განწყობები და ემოციები აქვს მას თქვენს მიმართ. რაც შეეხება გეგმები მისი არის, რომ ისიამოვნოს ემოციებით, ისიამოვნოს აი იმ სიტუაციით, რაც არის ურთიერთობაში, თუ რაღაცა პატარა გამოსასწორებელი სიტუაცია არის, გამოასწოროს
ოღონდ ზედაპირულად გამასწოროს და ისიამოვნოს ურთიერთობით, ანუ ემოციებით გაერთოს, თქვენთან ერთად სასიამოვნო დრო გაატაროს, სხვადასხვა ადგილებში გავიდეს, მოგწეროთ, დაგირეკოთ, ესე ილივლიվოს, ასე ვთქვათ, დადებით ემოციებში. ეს არის მისი გეგმები. მე აქ ამ გეგმებში რაიმე ის ნეგატიურს ვერ ვხედავ, თუმცა ეს არკანი არ არის ისეთი არკანი, რომელიც სიღრმისეულად დაგვანახებს, რომ რაიმე ოჯახი უნდა, ან ამ ეტაპზე რაღაცა სერიოზული უნდა, უბრალოდ სასიამოვნო ემოციებში ყოფნა სურს ამ ადამიანს და მისი გეგმებიც ეს არის, რომ ამ ყველაფრით ისიამოვნოს. რითი მოცემა შეუძლია? ძალიან ბევრი დადებითი ემოციების შეიძლება იყოთ თქვენც ისეთ ემოციურ ტალღაზე ახლა, როცა გსიამოვნებთ ეს ურთიერთობა, ეს მიწერა, მოწერა, გაბრანჭვა, სადმე გასვლა, გამოსვლა და მოკლედ სიამოვნებით ესე რა ვთქვათ, რომ ამ ეს ყველაფერი რაც შემოაქვს ახლა ამ ადამიანს, ამ ყველაფრის მოცემა შეუძლია და დადებითი ემოციების გამოწვევა შეუძლია თქვენთვის შეიძლება გითხრათ. ძალიან კარგი კომპლიმენტები დაგვეტიჟოთ სწორედ ისეთ ადგილას, სადაც თქვენ დიდი სიამოვნებით წახვიდოდით თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად და მოკლედ ესეთი ემოციური დადებითი ემოციების მოცემა შეუძლია. რას ვერ მოგცემთ ეს ადამიანი? აი ამ ბევრი გასვლების, გამოსვლების და ემოციური ფაზების ამოწურვის შემდგომ ურთიერთობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპებზე, ხო? და თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ბევრი სიახლეების შემოსვლა უყვარს თავის ცხოვრებაში და ეს არ არის ესეთი ადამიანი, რომელსაც ესეთი ბევრი სიახლეების შემოტანა შეუძლია. თითქოს რა მომენტი არის, იცი, რაღაცა ეტაპზე როცა ამოიწურება ეს რაღაცა ის ემოციური ფონი, როცა უკვე გადავა, მე უფრო მეტი დაგჭირდებათ თქვენ და აი ამას ვერ მოგცემთ ეს ადამიანი, უფრო მეტ სიღრმეს, უფრო მეტ სიღრმისეული საკითხების განხილვას, უფრო რაღაცა სხვა ამბებში ჩასვლას, აი სიღრმეებში ჩასვლას, რასაც ვეძახით ურთიერთობაში, ხო? შეიძლება პატარა პრობლემაც კი რომ გაჩნდეს ურთიერთობაში, ხო? ის კარგნას რომ მოგვაროს არ უნდა დადგეს და უცებ გაიქცეს ამ პრობლემიდან და აი მარტო შეგატოვოთ ყველაფერი და აი ამის მოცემა შეუძლია ამ ადამიანს. ცოტა შეიძლება რაღაცებზე უპასუხისმგებლოც იყოს, რასაც ჯერ ახლა ვერ ხედავ და ვერ ამჩნევ, შეიძლება და აი მე უფრო მეტად გამოჩნდეს, ხო? ესა რა ვთქვათ. ასე რომ მეტის მოცემა სიღრმეებში, ბევრი სიახლეების შემოტანა მას ამ ურთიერთობაში შეუძლია. ამ ყველაფერს გააკეთებს ზედაპირულად, მაგრამ შეიძლება პატარა პრობლემაც რო იყოს. ძალიან ზედაპირულად შეიცადოს ამის მოგვარებას, მაგრამ არა ისე რომ აი როგორც რომ ჩამოყალიბებული ადამიანი და პარტნიორი მოიქცეოდა. რომ აი ამ სიღრმეებს, რომელიც თქვენ გჭირდებათ და დაგჭირდებათ, აი რაღაცა ეტაპის გავლის შემდგომ ურთიერთობაში ამას ვერ მოგცემთ. რჩევა არის ის, რომ არანერვულად რა სიტუაცია და მდგომარეობაც არ უნდა იყოს, ისიამოვნეთ იმ შემოსული ემოციებით, რაც გაქვთ და რაც მოდის, მოკლედ ამ შემთხვევაში და არ დაიძაბოთ საკუთარი თავი. უბრალოდ მოდუნდით და ისიამოვნეთ. აი ეს მოდის მოკლედ აქ. რჩევის სახით თქვენთვის, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცების უფრო მეტად ინერვიულად, გინდოდეთ რაღაცების სამომავლო დაგეგმვა და ამ ყველაფერმა მე იმდენად განერვიულოთ, რომ აწმყო სიტუაციის დადებითი ამბები ვეღარ შეიკვეთ. ასე რომ ტრანსკარტის რჩევა არის, რომ მოდუნდეთ და უბრალოდ ისიამოვნოთ ურთიერთობით და არაფერი, ესე ვთქვათ, სიღრმისეულად არ დაგემოგოთ ამ ეტაპზე. ეს იყო მეორე ვარიანტი დაბა, მეორე ვარიანტი სამორჩეულო, რამდენად მოგეწონათ და რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის, რომ გამიზიაროთ. ახლა გადავალ მესამე ვარიანტის წაკითხვაზე. კი ბატონო. ამ ადამიანის გრძნობები თქვენს მიმართ არის, ნამდვილად არის, მაგრამ ამ არკანიდან გამომდინარე, პირველი არკანიდან გამომდინარე, ვიტყოდი რომ ცოტათი ვერ ყალიბდება თავის გრძნობებში, არ გამოვრიცხავ რომ რაღაცა თავისი წარსული ურთიერთობა ჯერ კიდევ მასში იყოს და წარსული ურთიერთობა უშვილდეს ხელს, ან უბრალოდ აქ იყოს მესამე პირი, აი ამ არკანის ქვეშ თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ რაღაცა პატარა სასიყვარულო სამკუთხედთან შეიძლება გქონდეს საქმე. გრძნობები არის თქვენს მიმართ, მაგრამ ეს გრძნობები არ არის მყარი. ეს გრძნობები არის ძალიან ზედაპირული კი არის დადებითი ემოციური კავშირი, მაგრამ არა ისეთი კავშირი, რაც რაიმე უფრო დიდ სიღრმეებში და სერიოზულ ამბებში დაგვანახებდა მის განწყობებს. მისი ესე ვთქვათ, გეგმები არის ის, რომ რაღაც შეცვალოს, აი რაღაც მე უნდა შევცვალო, თითქოს პატარა გეგმასაც დაისახავს ხოლმე, რომ დღეს აი ამას ვიზავ, ხან იმას ვიზავ და ესე ვთქვათ, რაღაც ცვლილებების შემოტანას გეგმავს ურთიერთობაში. ვერ ვიტყვი რომ არ გეგმავს, ნამდვილად გეგმავს, უნდა რომ შეცვალოს არსებულ
არსებული მდგომარეობა. არსებულ მდგომარეობას ამ პირველ და მეორე არკანის შორის სინთეზი გვეუბნება იმას, რომ შეიძლება ფიქრობდეს, რომ ის ძველი ურთიერთობა სამუდამოდ ჩახუროს და დაიწყოს თქვენთან ახალი და სრულფასოვანი ურთიერთობა, ამასაც უკავშირდებოდეს. მე ვერტყუ, რომ გეგმები არ აქვს. რა არის ის რისი მოცემა შეუძლია თქვენთვის რეალურად ანუ ამ ადამიანს შეუძლია მოგცეთ ის რომ უფრო მეტად გაგაცბოთ, უფრო დაგაცბოთ რაღაცა ურთიერთობაში, უფრო დაგეხმაროთ იმაში, რომ უფრო მეტად გამოვლინოთ თქვენი საკუთარი თავი. თქვენი თავის გამოვლენაში დაგეხმაროთ ურთიერთობაში, ამიტომ შეიძლება აქ რაღაცა ბომდე, ან აქამდე ვინც ყოლიათ პარტნიორი, ან თუ არ ყოლიათ, უბრალოდ აი გიჭირდეთ თქვენი თავის გამოხატვა და ეს ადამიანი იმდენად კომფორტული არის, ასე რა ვთქვათ, ურთიერთობაში, რომ თავისუფლად შეუძლია, რომ ასე რა ვთქვათ, დაგეხმაროთ თქვენი თავის გამოვლენაში, თქვენი პოტენციალის გამოვლენაში ურთიერთობაში. რას ვერ მოგცემთ და რას ვერ მოგიტანთ ვერასოდეს ეს ადამიანი. ამ ადამიანს ძალიან ანუ აი სიღრმისეულის, სიყვარულის და ემოციების გამოხატვა არ შეუძლია. ეს არ არის ის, რომ პრობლემა თქვენში იყოს. უბრალოდ მას აი შეიძლება თქვენ უბრალოდ გინდათ პარტნიორი, რომელიც ყოველ წუთს რაღაცა თბილ სიტყვებს გეტყვით და ამ ადამიანს ამის მოცემა არ შეუძლია. თითქოს ყოველთვის შეიძლება შორს იყოს დისტანციაზე, იდგეს ხოლმე, რაღაცა შორიდან გამოხატავდეს თავის ემოციებს და გრძნობებს, ესე პირდაპირად არ გამოხატავდეს ხოლმე და ნუ ეს ყველაფერი მოდის აქ რა. სწორედ ეს რომ აი ძალიან დიდი თბილი ემოციების გამოხატვა არ შეუძლია და ამას ვერ მოგცემთ თუ ამისი მოლოდენი გაქვთ. რაც შეეხება რჩევა ამ ეტაპზე თქვენთვის ამოდის ის რომ ფრთხილად, მშვიდად დაკვირვებით მივდექით ამ ურთიერთობას, დააკვირდით მის თვითონ ნაბიჯს, გადამოწმეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ეს ადამიანი გაცდით. მცირეა, თუმცა ალბათობა არის იმისა, რომ რაღაცებს ბოლომდე არ ამბობდეს და შეგიძლიათ რომ ის ყველაფერი, რასაც გეტყვით, რაღაცა მაინც გადამოწმოთ, მაინც დააზუსტოთ. მე ვერ ვიტყვი რომ მე ცუდის მოცემა შეუძლია, მაგრამ აქ ცოტათი უფრო მესამოვარჯი, ცოტათი უფრო რთულად გვაქვს საქმე. შეიძლება თქვენ ორივე იყოთ ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთად სხვა ინტერესები აქვს ურთიერთობაში, მეორე სხვა და აი ამის გარკვევას თუ უფრო მეტად დაუთმობთ დროს და ამას თუ გარკვევთ და რაც უფრო დროულად გარკვევთ, ეს იქნება თქვენთვის კარგი და სწორი, ასე რა ვთქვათ. ეს იყო მესამე ვარიანტში, რაც შემეძლო რომ მე თქვა და აბა დავიწყებთ მესამე ვარიანტის ამომრჩევლობა. რამდენად რეზონირდა თქვენთვის ეს გაშლა. გადავერხა მე მოდით დავალაგოთ მეოთხე ვარიანტის წაკითხვაზე, ესე ავწიოთ და ვნახოთ აბა ნუ მოკლედ მეოთხე ვარიანტში საუბრობთ მიყურებთ ადამიანები რომლისთვისაც შეიძლება დამთავრებული და გაჩერებული არის ურთიერთობა, ან უბრალოდ დიდი ხანია დასრულდა ეს ურთიერთობა, მე აქ გრძნობებს და ემოციებს ვერ ვხედავ, არ მოდის აქ რომ გრძნობები და ემოციები აკავშირებდეს ამ ადამიანს, თითქოს ეს ყველაფერი უკვე ძალიან დიდი ხანია მისთვის დამთავრდა, აღარც ფიქრობს ამ ყველაფერზე, მომხდარ სიტუაციაზე და ანუ გაურბის კიდევაც გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას ეს ადამიანი, ეს მოდის რეალურად აქ, ანუ გრძნობებში მაინც რაღაცა სიღრმისეული გრძნობები არ მოდის. გეგმებს რაც ჩაახება, ფიქრობს ნაბიჯის გადმოდგმას, მაგრამ თან არ ფიქრობს, რაღაცნაირად თითქოს შინაგანი თავისი თავი აკავებს, აი ეხლა არ ღირს ნაბიჯის გადადგმა, ეხლა არ ღირს რაიმის გაკეთება და რაღაცა უფრო გაჩერებულ ესე რა ვთქვათ სიტუაციაში ეს ადამიანი მაინც მოქმედების არკანი არ გვაქვს, არც ის რომ რაიმე კონკრეტული გეგმები გქონდეს. მცირედი დოზით ხანდახან როცა მოდის ეს ემოცია მასთან, ფიქრობს რაღაცა ნაბიჯის გადმოდგმაზე, მერე ისევ იკავებს თავს, უფრო ეს მოდის აქ. რაც შეეხება უშუალოდ რისი მოცემა შეუძლია, ამ ადამიანს რისი მოცემა შეეძლო, უკვე მოგცათ, ის დადებითი ემოცია იყო თუ ის ნერვიულობა იყო თუ ის ყველაფერი რაც აქამდე გავუკეთებიათ თქვენთვის, აი ეს იყო რისი მოცემა შეუძლია. მეტი ამ ადამიანს ასე ვთქვათ, რომ მეტის გაკეთების პოტენციალი ჰქონდეს და მეტის მოცემა შეეძლოს ან შეძლებოდა, ეს აქ ნამდვილად არ გვაქვს. ის რაც შეძო უკვე გააკეთეთ თქვენთან მიმართებით. რას ვერ მოგცემთ ვერასდროს, აი ნახეთ როგორი საინტერესო არკანი გვაქვს აქ მომავლის იმედი არ უნდა გქონდეთ მასთან. ანუ რაღაცა სამომავლოდ გამოასწორებს და დაალაგებს, აი ეს ვერ იქნება აქ ამ შემთხვევაში, ასე რომ ვერ მოგცემთ სტაბილურ, ჩამოყალიბებულ დადებით ურთიერთობას და მომავალს. ხვალ შეიძლება შევიგდეთ რაღაცა მომგვაროდ გამოასწოროთ, მაგრამ ის რომ მყარი მომავალი იყოს, ის რომ ერთად ყოფნა იყოს და ის რომ ჯანსაღი
ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, აი ამას ვერასდროს ვერ მოიტანს ეს ადამიანი და ვერ მოგცემთ ამას. და რჩევა არის ის, რომ დრო უკვე რომ გამოხვიდეთ ამ ურთიერთობიდან, დრო უკვე რომ რაღაცა ის ციკლი, რომელზეც ესეთი დიდი ხანი მოძრაობთ, დაასრულოთ, დახუროთ და მოკლედ მიყვეთ თქვენს პირად გზას. ანუ ამ ადამიანთან რაღაცების მოლოდინი, აი ის რომ შეიცვლება, ის რომ რამე შეცვლის, ანუ ეს იმედები, ესე რომ ვთქვათ, დახუროთ, ანუ წახვიდეთ ამ ფიქრებიდან სჯობს და კარი გაიხუროთ ამ ურთიერთობიდან. ხო, ცოტა ესეთი უსიამოვნო იყო, მაგრამ ეს იყო მეოთხე ვარიანტი სამომრჩევლობისთვის პასუხები და დამიწერეთ რამდენად რეზონირდა ეს რაშლა მეოთხე ვარიანტი სამომრჩევლობა თქვენთვის. მე ახლა გადავალ ბოლო მეხუთე ვარიანტზე და ესე გავშალოთ ესეც. ეს არკანები, ხო, აქაც ცოტათი რთული სიტუაცია გვაქვს. ნუ გრძნობები და ემოციებში საუბარი დავიწყო. ჩანს რომ ამ ურთიერთობაში რაღაცა უკვე სერიოზული კავშირები იყო და გრძნობებიც ნამდვილად არის და ძლიერი კავშირები არის რეალურად ამ ადამიანთან, თქვენთან მიმართებით საოცრად რაღაცა დიდი სიყვარულის ამბავი იყო, აქ დიდი სიყვარული ტრიალებს თქვენ შორის. სიყვარული არის და ეს სიყვარული არის ორმხრივი და ძლიერი, აი რაღაც ძალიან იშვიათი ემოციონალური კავშირი რომ არის ხოლმე სწორედ ეს მოდის აქ. არ გამორიცხავს ზოგიერთების შემთხვევაში შეიძლება აქ იყო ოჯახის სიტუაციაც. რაც შეეხება ზოგადად მისი გეგმები არის მისი ის რომ რაღაცები დაალაგოს, გამოასწოროს, მოაგვაროს თქვენთან ურთიერთობაში და როგორ თქვა, ანუ თუ აქამდე რაიმე პრობლემა არსებობდა ეს ყველაფერი დააბალანსოს და თავისი მოქმედებებით გამოასწოროს ყველაფერი თუ რაიმე არ სწორად გაუკეთებია. ანუ ვერ ვთქვი რომ გეგმო არის ეს ადამიანი, რომ გეგმების გარეშე არის. თქო პირიქით, ბევრი კარგი სასიამოვნო გეგმები აქვს მას თქვენთან მიმართებით ამ არკანის ქვეშ, ნამდვილად ამას ვიტყოდი. რისი მოცემა შეუძლია ბევრ რამეს რომ სწორად დაგანა, აი ბევრ რაღაცას რომ ისწავლე ამ ადამიანისგან, სწორად ეს შეუძლია მას, აი ბევრ კარგ საკითხში შეიძლება ერკვევდეს, გარდაპირ ხა მარტოპირად არ გულისხმობ, აი ზოგადად, ხო, ბევრ კარგ რამეს რომ ისწავლე მისგან, ზოგადად აი ეს მოდის აქ. ბევრ ცხოვრებისეულ თვითონ ეს ადამიანი ან თქვენი პარტნიორი არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებისეულად ბევრი რაღაც აქვს გადატანილი, ხო? და ამ ადამიანს ეს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარება შეუძლია რეალურად თქვენთვის და ესე რომ ვთქვათ, ბევრი სწავლა შეიძლება, მოკლედ მისგან ცხოვრებისეული მაგალითები შეუძლია მოგიყვანოთ და ბევრი რამ გასწავლოთ. და აი ეს არის რისი მოცემაც რეალურად შეუძლია თქვენთვის. ასევე ბევრი დადებითი სასიამოვნო ემოციებით შეუძლია რომ აგავსოთ და გაგავსოთ და მოგიტანოთ ბევრი დადებითი ემოციები. რაც შეეხება იმას, რასაც ვერასდროს შეიძლება რომ ვერ მოგცეთ ამ ადამიანმა. მიუხედავად მისი ესეთი მონდომებებისა, არსებობს რაღაცა პრობლემა, რაც მას თან სდევს, რაც ხელს უშლის სრულფასოვანი ცხოვრების, ესე რომ ვთქვათ, და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში და აი ამის მოცემა არ შეუძლია, ანუ იმის მოცემა არ შეუძლია, რომ თავისი პრობლემა რაც აქვს, შეიძლება რაღაცაზე არაჯანსაღ რამეზეც იყოს დამოკიდებული. აი ამისგან განთავისუფლება არ შეუძლია მას რეალურად, აი ესეთი რამ მოდის აქ, ესეთი რამ იკვეთება. და ანუ არ შეუძლია ის რომ იმას რომ დაგკვირდებათ რომ აი ამას მე ახლა ადგები და გამოვასწორებ, მე ეს ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოს. შეიძლება გამოსწოროს ერთი კვირა, შეიძლება გამოსწოროს ორი კვირა და მე ესე რომ ვთქვათ ისევ მიუბრუნდეს რაღაცა თავის არაჯანსაღ დამოკიდებულებების სიტუაციებს, ესე რომ ვთქვათ, აი რაღაცას რაც აბრკოლებს მას, ეს მოდის აქ. ამის მოცემა არ შეუძლია, აი ამას ვერ მოგცემთ, რომ ის პირობა, რასაც ადებს თქვენთან, ბოლომდე მიიყვანოს და შეასრულოს. და რაც შეეხება ზოგადი რჩევა, მოკლედ ამ არკანს უნდა დავუმატოთ ჩვენ ერთი არკანი კიდევ. კი ბატონო, რჩევა რეალურად ამოდის ის, რომ განაგრძოთ გზა, მიხედოთ ესე რომ ვთქვათ, თქვენს ცხოვრებას. და კარგად დაფიქრდეთ, რამდენად გიღირთ ამ ადამიანში რესურსის ჩადება და აი ამ ურთიერთობაში რესურსის ჩადება. იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი იყოს ისეთ რამზე დამოკიდებული, ან ისეთ მონაჩვევაზე იყოს დამოკიდებული, რისი შეცვლაც მას ძალიან გაუჭირდება, მიუხედავად გრძნობებისა, ემოციებისა და აი ამ ყველაფერ დადებითისა.
არის პრობლემა ურთიერთობაში, ესე რომ ვთქვათ, რაც რეალურად ზოგადად აქ ჩანს და თითქოს ტავს კარტოფრა მოგიწოდებთ, რომ უბრალოდ გაჩერდეთ, რაღაცა პატარა პაუზა აიღოთ ურთიერთობაში და დაფიქრდეთ რამდენად და როგორ ვიღირცობედათ ამ ურთიერთობაში ყოფნა და ამ ურთიერთობაში თქვენი ძვირფასი რესურსის ჩადება. ესეც საინტერესო იყო ბოლო მეხუთე ვარიანტი და იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც რეზონირდა და თქვენც მოგეწონათ ეს გაშლა. დამიწერეთ აბა მეხუთე ვარიანტის სამომჩევრებო, რამდენად რეზონირდა ეს ყველაფერი თქვენთვის, თქვენ შემთხვევაში. და სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, დღევანდელი საჯარო გაშლა. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ და მოგეწონათ. მე კიდევ წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ თქვენს პირად ურთიერთობაში.